მოგესალმებით. განუყურებთ Rush Times. მე კირო კატარაძე ისე თქვენი უცვლელი ჰოსტი. ეს მოგესალმებით EV Expo-დან. ძალიან საინტერესო ვიდეო გველოდებათ, იმიტომ რომ აქ ნახავთ ელექტროავტომობილებს, რომლებიც უკვე კარგად ცნობილია, მაგრამ ნახავთ სიახლეებს და საინტერესო ავტომობილებს, რომლებზეც ნაკლები ინფორმაცია გაქვთ. ჩვენს დავათვალიეროთ, ნახოთ მათი ხარისხი, როგორც აწყობის, ისე ზოგადად ბრენდის. საინტერესო სიახლეები შევათვალიეროთ. ძალიან საინტერესო იქნება იქიდან გამომდინარე. ხედავ უკვე რამოდენიმე მოდელს, რომელიც მე ძალიან მაინტერესებდა და ვიცი რომ ჯერ ეს მოდელები არ არის კარგად გატესტი მიხისიერან. ამიტომ მოდი ერთად ნახოთ ჩვენ ეს ავტომობილები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩინური ესე ვთქვათ ავტომობილების ტენდენციასთან ერთად თქვენს დაინტერესებულები ხართ თუ რა ხდება ჩინეთში და როგორია ჩინური ავტომობილები. სანამ EV Expo-სკენ გადავინაცვლებთ, ესე რომ ვთქვათ, იქამდე მინდა რომ ერთი სიტყვით კიდე შეგახსენოთ, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიასთან მოვედით დღეს ავტომობილი, რომლითაც ჩვენი ექსპოზე მივდივართ, ეს ავტომობილი არ არის, მაგრამ დასრულდა ჩვენ AMG GT-ზე სრულიად სამუშაოები, როგორც პოლირება, ქიმწმენდა, კერამიკა და ასე შემდეგ იყო და დღეს მოვედით ის დასაყვანად და მინდოდა ცოტა ამ ვლოგშიც რომ მეჩვენებინა ცალკეულად ფუსფუსი, აი როგორი ფუსფუსია. რომ მიტრიალდებით უკვე ბევრი ავტომობილები ჩანს, მაგრამ თავი რაც არის ბოლოში არის და მაგას თავი განახეთ, ჩანს რამოდენიმე ავტომობილი არის და შემოკიდეო, აი პროცესი არის, აქ სამფაზიანი და სხვა მიდის, ასევე აქაც უნდა ხედავთ ამ მონსტრს, ძალიან ლამაზ მონსტრს. აი ეს ფუსფუსი და ეხლა განახეთ ჩვენ მანქანას. თუ იმეს გაინტერესებს ჩვენ ავტომობილზე რა ჩატარდა, ეგ ვიდეო საუბრობთ გამოგვეყნება პოლირება, შუშების კერამიკა და შიდა და გარეწმენდა, შიდა ქიმწმენდა, რა თქმა უნდა, ავტომობილი გამოიყურება ფანტასტიკურად, როგორც ახალი ისე, ერთ წელი დავიდა და მგონია რომ ისევ ახლიდან გამოვაგორე ეს ავტომობილი სალონიდან და მიხარია, მადლობა კიდევ ერთხელ რომიქს და ამიერიდან ჩვენი სახელი შეგიძლიათ ოლიქში მოგწანდეთ და Rush Note 11 კოდით, Rush Note 11 კოდით მიიღოთ 20%-იანი ფასდაგრება. მადლობა, გამოიწერეთ არხი, ეხლა გააგრძელებთ ყურება EV Expo-ს. პირველი ავტომობილის გამოვინაცვლეთ. შეთქვაში MG ძალიან მაინტერესებდა ეს ბრენდი იქიდან გამომდინარე რომ ბრიტანეთში მომიწია მოკნა წლების წინ და ძალიან ბევრი MG შემოვა კლასიკური კაბრიოლეტები ძალიან ლამაზი აი ესეთი წითელი ხასხასა პატარა კაბრიოლეტები ორგანიზები რომლებიც დადიოდნენ უამრავი ბრიტანეთში და სულ მაინტერესებდა ამ ბრენდს რა დაემართა იმიტომ რომ ნახეთ რაღაც დროის განმავლობაში გაჩერებული იყო წარმოება ნუ ჩერებულს ვერ დავარქვა მაგრამ ყოველი შემთხვევაში არ იყიდებოდა და პოპულარული არ იყო იყო ეს MG რასაც ვთავაზობთ საქართველოში არის ჩვენი დილერი ეს არის ორ ადგილიანი როუდსტერი ესე რომ დავახატო რომელსაც საიბერსტერი ქვია არ საიბერბუს და საიბერტრაკი არ გეგონოთ საიბერსტერი ქვია 45 კილომეტრი უწერია დაფარვა ნუ რაც ცოტა მეეჭობა მაგრამ 3.2 წამი 0-100 აკუმულირებული 500 ძალიან პატარა ჯიბის მონსტრია ძალიან მომეწონა კარებები ძალიან მიხარია რომ ეს არ დარჩა ესე რომ წარსულში ნახეთ რომ მიუხედავად იმისა რომ ხან Lamborghini როგორც უდიდესი ბრენდი არის ინარჩუნებს ამ კარებებს ხანდახან ის ბრენდები რომლებსაც უფრო ჩვევიათ ესეთ კარებები რაღაცნაირად აკლებენ და აღარ არის კარები ძალიან მაგარია სხვათა შორის არ ველოდები რაღაცნაირად თვითონ ლინზა ლამაზია მაგრამ შიგნით რომ ერთი ცალი პატარა კუბით გას მეგონა რომ ერთ ლამაზი არ იქნებოდა მაგრამ სინამდვილეში როდესაც უყურებ მომდევნო იქნებოდა რასაც უფრო მეც ვიმუშავებდი სავარაუდოდ მიუხედავად იმისა რომ მომხიბვლელია უფრო ელექტრიკ ფერს მოვინდომებდი მე არ მაგრამ მიქელი შეიძლება ძალიან მოხდება და არ შეიძლება ვწდები საბოლოო MG არ ველოდები ეს კაპჰოლდერები ძალიან მაინტერესებდა ხოლმე და კაპჰოლდერს ესე ვთქვათ გავტესტავ რომელიც აი ესე ჩადის და უკან მოყავს თავისუფლად მაგრამ რაც ძალიან საინტერესოა არის თვითონ ის რომ როგორ არის შემუშავებული ეს სისტემა ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს ნანახი თუ როგორ იწევა გვაქვს ნანახი ეგრეთ წოდებული Lamborghini-ის სტილი გვაქვს McLaren-ის სტილი ნანახი და ვხედავთ ორი დიდი დანჭერით აწეულია და დარწმუნებული რომ უსაფრთხოება სამი პრობლემა არ შეექმნება
რისი ნახვაც ყველაზე მეტად მინდოდა ეს ბრენდი იქიდან გამომდინარე დიდი ხანია არსებობს. არ ველოდები რა თქმა უნდა ისეთ ხარისხს, როგორც შეიძლება სხვა დიდ ბრენდებს ქონდეს, მაგრამ ველოდები ხარისხს აუცილებლად და აი ყველგან სადაც უყურებ და დანი მინდა რომ აი ახლოს მოხვიდე და შეათვალიერო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან სუფთად არის გაკეთებული ესეთი რამეები იმჩნევა ხშირ შემთხვევაში, მაგალითად სტიჩინგს რასაც ვეძახით, ეგრეთ წოდებულ გადაკერვას რასაც ვეძახით და აი ვცდილობ რომ ეხა ვიყო რაიმე პრობლემა და მინდა გითხრათ რომ არა, სავარძლები და თვითონ ტყავის მასალა. ეკოტყავია, სავარაუდოდ, არ ვიცი, ზუსტად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეკოტყავია, მერსედესულად ესე რომ ვთქვათ, ჩვენ კარებზე არის სავარძლის მოძრაობა, დილაკები და შეიძლება რომ აქ მე ვერ ვიარ კარგი, იმიტომ რომ გაბრიელდა დავინახე სამყოფილი. დანარჩენი, მოდი ეს ვნახოთ, ეს ცუდი არ არის, ნუ ეკოტყავია, ყველგან აშკარად იგრძნობა, რომ ეკოტყავია, რაღაც მატერიალებში ეთქობა, რომ არის ნაკლები ფული დახარჯული. აქ მაღალი ხარისხის ალკანტარა არის, ჩვეულებრივი ხარისხის ალკანტარაა, საჭირის ზომით საკმაოდ კარგია. მომწონს, აქ გვაქვს სუპერსპორტის ღილაკი, საჭის ღილაკი, ალბათ არ ვიცით რას ნიშნავს ეს ჯერ ყველაფერი. თვითონ იმის ლოგოს, რაღაც საჭის მახსენებს და ვერ ხვდები რის საჭის მახსენებს ფიზიკურად. დანარჩენი შემიძლია ვთქვა, რომ სავარძელი კომფორტულია, რაღაცნაირი უცხომის აბუდებელი აქვს. კომფორტულია, ცუდი არ არის. ეხლა მე აქ კარგად არ ვსიბარ საერთოდ. ო, აი ამ ეს რო არ ყოფილიყო და ელექტროპოტილი ყავთ, აი იქნებოდა ეს ელექტროავტომობილში ვსიბარ. დანარჩენი ყველაფერი ძალიან მომწონს. მოდი ეს ანახე აუცილებლად ეს ჩვენი ამოსაწევები ძალიან ბევრმა კომპანიამ დაიწყო უკვე ესეთი ღილაკების გაკეთება და აბა თუ გამოიცნობთ ვის აქვს ესეთი და თუ ვერ გამოიცნობთ აუცილებლად კომენტარებში ამოვანათებთ დისპლეი რომელიც ერთი შეხედვით პატარაა რა თქმა უნდა ამას ვერ გავიგებთ ესე იდეალურად მაგრამ ერთი პატარაა მინიმალური ფიზიკური, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, ტაჩ ღილაკები. აქაც გვაქვს ღილაკები, როგორც არის კარების დაღება, ხედავ ცალ-ცალკე ორი კარების გაღებას და ხედავ კაბრიოლეტის გადაწევასაც ასევე. მოდი დავიხმაროთ ჩვენი თანაშემწე. უკაცრავად. მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი არის ახალი, ჩვენ ესე დიდი ინფორმაცია არ გვაქვს და არც დამიწყია მოძიება, იმიტომ რომ ექსპოზი მოვიდოდი და მინდოდა სურპრიზად დავხედო და დაგვეხმარება წარმომადგენელი, რომელიც ერთის გვეტყვის თუ თვითონ ავტომობილი რასაც ახურება მივხვდით რომ სპორტული კუპეა, რომელიც უფრო გასართობი გადმოსახეთი აქვს, მაგრამ ხედავ ძალიან ბევრ მაგალითად მე ჩემი აზრია ეს შეიძლება ვცდები, მაგრამ ეკო-ფრენდლი ტყავი არის, თუ არ ვცდები, ხო? ალკანტარასთან დასამში. ალკანტარასთან დასამში, კი, ალკანტარას საკუთარი. ძალიან მოგეწონა. რისი კითხვაც მინდოდა? კარების გაღება დაკეთო როგორ ხდება ეგ რო გითხრათ, მახოლოდ ღილაკზე? არა, კარების დაკეთვა ხდება შემდეგ რა ერთი ფუნქცია არის შიგნიდან. შემიძლია ეხლა? შემიძლია. ეგ დავაჭირო უბრალოდ? არის კი. კი ბატონო, მეორე ხაზი ანალოგიურად. ასევე შეიძლება მეორე ხაზი მოხდეს. ასევე მეორე ღილაკი აქვს აქედან შეგიძლიათ გააღო. აჰა. და გასაღებით აქედან აღარ ვაღებ, აქედან შემიძლია? აქედანაც შეგიძლიათ გასაღებით. აცა მოდარდა. აჰა, всё, ლოგიკურად. ასევე არის სენსორები, უახლოს გახარჯოთ, ხედავს და რო არ მოგწევს დაგაზიანოს, ჩერდება თვითონ. თქვენი ხედვის გარდა ალბათ სხვა დაბრკოლებებსაც ხედავს ჩვეულებრივად სენსორები, ხო? კი, ანუ რაც არის მოცულობითი, გვერდზე მანქანა რო იდის ასე შემდეგ, ჩვეულებრივად ხედავს სენსორის დანიშნულებაც ეს. როგორც ვნახე, სადღაც 525 კილომეტრი ეწევა გავლის დაფარვის საშუალება. 545 კილომეტრი ქალაქის პირობებში და კომბინირებულში 453. და რა კილოვატების ბატარეა დგას? ბატარეა აქვს 77 კილოვატიანი, რომელიც გამოიმუშავებს 504 ძალას, 2 ძრავი აქვს, 2 ელექტროძრავით არის წარმოდგენილი, აჩქარება 3.2 წამი 100 კილომეტრამდე და ასე ვთქვათ ეს კონკრეტულად ეს მოდელი გამოშვებულია ბრენდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, MG დია, საუბრობთ. და შესაბამისად, 560 წლე მუშაობენ დაახლოებით ბრიტანელი დიზაინერები ამ მოდელზე. ასაგებია ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ახმარებისთვის და ინფორმაციისთვის. მოკლედ, ესეც MG, მე პირადად მაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ განმეორდები, რაც ჩვენმა კოლეგამ მითხრა მიხეილმა, რომ ეს ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, არ არის დაწყებული ახლა, არ არის რაღაცა ჩინური დაწყება, რაღაც 5-6 ან 7 წლის დაწყებული კომპანია, ეს არის 1900 წლებიდან მოყოლებული უკვე არიან ესენი და მე მომწონს. ცუდი არ არის.
გააჩნია სიმართლე. როგორც ნახეთ, ფასი არის $46,000 და ეხლა რომ დავფიქრე 500 ცხენისალა ელექტრომანქანა მაგდენმასი ცუდი არ არის. ანუ ეს კარებები ხო იცი რა ის მაინც პირველი თვალი ჭამდა ცნობილობა. მაგარია ძალიან. გაყოფილი ვარ. მარტო ამ მანქანის გამოფირდა დღეს აქვს. აი ეს არის წესით ჩვენი სიკლის ერთის კონკურენტი და ძალიან მეინტერესებდა ავტომობილის ნახვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანმა მითხრა, მწოდნენ თუ არა მწოდნენ, რომ საინტერესო ავტომობილია უნდა შეხედო და მოდი შევხედოთ, მოდი მაინტერესებს ძალიან. რაც მომწონს, ერთ-ერთი რაც ჯერჯერობით ზიკრში არ ვინახავს საერთოდ. ეს არის აი ესეთი დისპლეი. ეს აქ Xiaomi-საც გეცოდინებათ Xiaomi-ის ჯიბები, პატარა ფეიკი Ferrari შექმნეს. და ეს აქ ზუსტად ოღონდ ცოტა უფრო თხელი არის. იმისი უფრო მელამაზება, მაგრამ ეს ძალიან ლამაზია. პატარაა. მე მგონია ეს მონიტორი პატარაა, ცოტა უფრო მაღალი შეიძლება იყოს, მაგრამ ალბათ ამას დაგიფარავს და მაგიტომ არის შექმნილი ესეთ ზომის და ამდენ მონიტორს ისე პატარა ჯობია მგონი. აქ ორი wireless charger-ი გვაქვს. თაფლდერი აქ გვაქვს სავარაუდოდ მშვენიერი. აი ძალიან მომწონს ეს ნაწილი, აი ძალიან ვითომ ძალიან ადვილი და უბრალოა, მაგრამ რეალურად უბრალო საერთოდ არ არის, ულამაზესია. ეს არის ღილაკი, რომ დავკეტოთ. მეგაცის სავარძელი იყო დამახსოვრებული და ავტომობილმა გამჭირდა სერიოზულად. აი აქ აქვს ალბათ ღილაკი კიდევ, ხო, აი აქ არის ალბათ ღილაკი კიდევ, რომელიც აქვს მექანიკურად. ცუდი არ არის, მატერიალი აქ კარგი ტყავი არის, არ არის ეკოტყავი, მაგალითად როგორც LG-ში იყო, ნამდვილი ტყავია. არაუმაღლესი ხარისხის, აი ზოგან ალი ცოტა დაჟოშკილი ესე რომ ვთქვათ, მაგრამ რაც არ მომწონს ერთ-ერთი არის, იმიტომ აი ძალიან ხისტი, ანუ ჩაოლებრივი ალკანტარა გაიგეთ. ნაბალი ხარისხის, ნაბალი დონის ალკანტარა გაიგეთ ამას ჯობდა და არ მომწონს. როგორც ხედავ, კამერა რომელიც თვალს ადევნებს სავარაუდოდ, კამერა რომელიც თვალს ადევნებს ადამიანს, ესე რომ ვთქვათ, ანუ ადამიანის მონიტორინგი მიმდინარეობს ჩაძინების შემთხვევაში გადაყენება და გაჩერება ასე შემდეგ. სრულად ატენებზე დაახლოებით 500-ის გავლას შეძლებს. საჭე უცხოა და მე დიდად არ მსიამოვნებს მართალი ვიდი უნდა გითხრათ, აი ამ ნაწილს. ეს ნაწილი კარგი. ეს ნაწილი მომწონს. ესეც არაუშავს, აი აქ რომ ცოტა რაღაცნაირად ვერ ვკიდე თვალად კომფორტულად, ხელს აი რაღაცა თითები რჩება HR-ში, ესე რომ დავარქოთ. არ მსიამოვნებს, მაგრამ ეს კარგია. აი ეს მართლა კარგია, მართლა მომეწონა. წამო უკანა დიზაინიც ვნახოთ. საინტერესოა უკიდანაც ეს ავტომობილი. მაგრამ სანამ უკანა დიზაინს ვნახულობთ, ესე რომ ვთქვათ, ჩაჭეჭვის ტესტი, როგორც მე ვეძახი, ჩემი ჩაჭეჭვის ტესტი ვნახოთ, წინო ჩავედი. უკან საკმაო სივრცეა. უკან საკმაოდ მაგარია. აი უკან ვარ წამოწოლილი. აი აქ ვიჯდებული, რა მძღოლი ხო შეიძლება ერთ წელი მოთხოვოთ და ვატარებს. უკან საკმაო სივრცეა. ბარი გვაქვს აქ ესეთი ზუსტად როგორც ზიკში მთელი ზურგი ჩამოდის. აქ აფოლდერები ძალიან კარგი. ეხლა ხვდები რატომ არის მითხოთ ეს ზიკერის კონკურენტი, მაგრამ მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ გარედან ძალიან დაბალი და ლამაზია ეს ავტომობილი, მე ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე ჯერჯერობით ზიკერი უფრო ჩემზე მორგებული ავტომობილია და მოდი დანარჩენი ვნახოთ. ზიკერს ერთ-ერთი კარგი ფუნქცია აქვს, რომ არებები ჩაიდება ხოლმე და გართულებული ამ ავტომობილსაც აქვს. მე შეიძლება ხელით გამოვაკეთოს ჩავ. ძალიან კარგი. მოდი ახლა ვნახოთ აი ეს ნაწილი, რომელიც მე ყველაზე ნაკლებად მომწონს. წინიდან, გვერდიდან ეს ავტომობილი ძალიან მომწონს. უკრიდან ისე რა, ვერ ვიყიდე საუკეთესო, მაგრამ ნორმალურია. თავარია აი ამ ბრენდებში და აი ამდენ ჩინურ ავტომობილში დაიჭირო რაღაცნაირად შენი თავიც. ესე იგი ეს მათი დიზაინია და მათი ხედვა არის სამომავლოდ და ვნახოთ, რა შემოგთავაზებენ. ეს ავტომობილი ისე არ შეხვედრიათ. მომემზადეთ, რომ კიდევ ერთი ემოცია გამოიწვიოს. მე ამ ავტომობილის ნაცრისფერი ვერსია შევხედე და
ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში, ანუ მანქანას ამის გავეკიდე, მაინტერესებდა რა იყო, როგორ ანაირად და ხალი P7 როგორც აწერია სახელი, მოდი პირდაპირ შეგნით ჩავწვდით. შიგნით როდესაც ჩავწვდებით, უკვე ხედავთ რომ რაღაცნაირი ინდივიდუალური ვიზუალი აქვს, ეს ტექნოლოგიები ავატარის მსგავსი იყო, მაგრამ ძალიან ლამაზია, ანუ აქ თითქოს უფრო უკეთესია, უფრო მეტი სივრცე მაქვს. შეიძლება ეს დათხელების გამო არის კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ აი აქ გრძნობო სივრცე მეტი მაქვს, აქაც ცოტა მეტი მაქვს და აი აქ უკვე რო ვიძახდი ამორტიზატორზე, რომ ჰაერში მაქვს, აი აქ უკვე აღარ აქვს. ძალიან მომწონს. ნუ აქ ამის გადართვის საშუალებას, ეს არის გასაგები, ეს არის ეგრეთ წოდებული პრემიუმ სისტემის აწევა-დაწევის საშუალება, ანუ აქეთ გვაქვს ჩვენი რეჟიმები, რომელიც ნუ ერთ კომფორტში გადავიყვანე, სპორტში გადავიყვანე თქო რომ სავარცხლები ეგრევე ვერდები და მომეჭირა, ანუ სპორტული დამოკიდებულება აქვს ამ ავტომობილს უკვე ინდივიდუალი და ალბათ სულ ეგ არის, ისე ბრუნდება წრეზე და ეკოზე გადავიდა. ხედავთ სისტემა, რომელიც ტესლებში და კიდევ სხვა ძალიან ბევრ ავტომობილში ხდება და ხედავს აბსოლუტურად ყველაფერს, აკეთებს ადამიანებს, მოპედებს, ავტომობილებს. ღილაკები, რომელიც ძალიან კარგია, ძალიან მოგონს. ეს იქნება. ჩვენი ჩვენი ჩავთვალე სისტემა. ჩავთვალე აქ ნახოთ. ნუ გადართვა DP RN ყველაფერი აქ არის. აქაც ესე სიმხარი გრძნობა, არა რაღაცნაირი ცუდი პლასმასი. ორი ცალი ვაიერლესი. ამტენი როგორც ყველგან ალკანტარა ლამაზი სარკე და რაღაცა მეორე სარკე არაგენია თავისია ესე პირდაპირ საუს სისტემა როგორც გავიგეთ თვითონ თავიანთი ბრენდის X-Opera ქვია ესე ვითხრეს გავტესტეთ სამწუხაროდ მაგრამ საინტერესო იქნებოდა ხედავთ აქაურობას რომელიც აი აქ ძალიან ჩვეულებია მაგრამ აი აქ ძალიან ლამაზია აი ეს ძალიან მოწონს როგორც მეტალი თვითონ აი ეს განათების სტილი ძალიან მომეწონა და საერთოდ ჯამში კარგია რომ მაგალითად აქ პლასმასია იმიტომ რომ აქ რო ტყავი იყოს ეს გაიხევა და მე მივესალმები იმას რომ იყოს პლასმასი ნუ არ არის ცუდი ხარისხის პლასმასი აშკარად ბევრი ფეხის გასმა გამოსმას უკვე გავუძლო ვცდილობ დავინახო სადმე ზაზორის პრობლემა და ვერსად ვერ ვხედავ არანაირი ზაზორის პრობლემები არ გვაქვს არც გადაკერვასთან ეგრეთ წოდებულ სტიჩინგთან დაკავშირებით აქ ცოტა ალკანტარა აქაც განათება გვაქვს კარების დაღება დაკეტვა ავტომატურია არა ხო ნუ ეგრეთ მოველოდი არა უშავს არ არის საჭირო ავტომატურობის ყველგან მაგრამ მომწონს სისტემა კარგია კამერა და არასაკე ვერც ვერაფერს ვერ დავინახავდით უკან როგორც გავიხედე სავარძლები არის ძალიან მაგარი სავარძლები ოდნავ უფრო დიდი რო იყოს იქნებოდა კარგი მაგრამ მაგარი სავარძლებია ვსივარ იდეალური. ნომი კარგი მაქვს, სიმაღლე კარგი მაქვს, უკან ძალიან არ გამიწევია და ალბათ კიდევ გვაქვს ადგილი კი. აქაც მერკედები მეტალის არის პირველი ხელი როგორ და აი რაღაცნაირად რაკეტის ისახა შეიძლება მაქვს რომ აი ცხვირი აქედან რომ ვიყურებ დაბლამების და ეგ სიამოვნებს რომ რაღაცნაირად სპორტულობას მიტოვოთ და მე ავტომობილში მაგას ვეძებ. 4 წელიწადია უკვე სომხეთში ყავთ ეს ავტომობილები გავესაუბროთ ეხლა ადამიანს ვინც უფრო კომპეტენტურია ჩემთან შედარებით და ვითხრეს რომ 200,000 კილომეტრიანი ავტომობილები წავს რომელსაც 200,000 კილომეტრია გავლილია არაფერი არ უფუჭდება ნუ კი ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურია ყველა ქვეყანაში გზა ყველაფერი ინდივიდუალურია შესაბამისად აქაც ინდივიდუალურია ის ამბავი როგორ იმის საქართველოში ჩვენი ეხა ამჟამინდელი ვერსია რომელსაც ვიჯეთ ყოფილა უკანა წამყვანი ეგრეთ წოდებული 400 წელი ვერსია საკმაოდ დიდი სატორმუზო სისტემით აქ კალიპერიც კარგად ჩანს და დანი ამას კადრში აუცილებლად გამოაჩენს ფერი ლამაზია მაგრამ მე სინამდვილეში ნაცრისფერი ფერის ყავს ნანახი ჩვენ ქალაქში და ის უკვე მე სიამოვნა ცუდი არ არის კარგი დასაწყისია ყოველ შემთხვევაში ცხენები ცოტა მე არ მომწონს ცხენის რაოდენობა იმიტომ რომ ამ ავტომობილს რო უყურებ რაღაცნაირად ვფიქრობ რომ ბევრად მეტ ცხენს მოველოდი უფრო სპორტული და უფრო რაღაცნაირი ხასიათისა ანუ მაგალითად თქვენ გამიგეთ ეხლა რომ როგორც მოდელესებზე ისე ტაიკანებზე ისე ესეთ ცნობილი ძალიან ცნობილი მოდელებზე ელოდებთ რომ ბევრი ცხენია და კონკრეტულად ის რომ ძალიან ცხენია კაკეთს ველოდები რომ მინიმუმ 600 ცხენის ალა იყოს იმიტომ რომ უკვე ელექტრომობილების შემოსვლასთან ერთად ხვდებით რომ ცხენის ძალები წყალდება ესე რომ თქვა და მეტი მოდის
ერთადერთი რაც არ მომეწონა ეს არის დისკები, არ მიყვარს კუბიკური ფორმის. მოდი ეს კუბიკური ფორმა რო კუთხეები ძალიან. ესეთი დისკები არ მიყვარს. დანარჩენი გიორგი დიდი მაგალითად, ეს ის ამომწურავი ინფორმაციისთვის აუცილებლად ჩვენ მაყურებლებსაც რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას გაუზიარებთ, ეცოდინებათ სამომავლოდ. ეხა მანქანის საბურავიდან აიწევა მთელი მანქანა, მაგას დავაკვირდი შენაიღე კადრები, მე თავი დამანებე. ყველაზე მაღალია ეს. ისე რომ ჩამოუშვებ ქვემოთ ძალიან შეუმჩნეველია და არა ძალიან შეუმჩნეველია კიდევ უხრნეს მადლობა ამომწურავ ინფორმაციის ექსკლუზიური ინფორმაციისთვის რომელიც არავის არ აქვს წარმატებებს გისურვებთ კიდევ შევხვდებით აუცილებლად იმიტომ რომ ტესტ-დრაივი შეგვიყვირდა გიორგი აი ლამასმანზე შეუჩერებელია იმენა აი ეგეთი სეილი უნდა გყავდეს რა ან თუ ვინმე კომპანიაში სეილებს იყვართ და ყავთ და ასე შემდეგ გიო არის ადამიანი რომელიც გაყიდის თვალსაც გიო უნდა დაიმატოთ აი ხმა ბავშვობის ნახო რო თქვა მაგრამ 1-10 წლის წინ მაქვს ნანახი ვიდეოები აი პატარა მონსტრებთან დაკავშირებით კი ავტომობილების ექსპოზე ვარ და საბურავი ყავათან მე რა ძალიან მაგარი რობოტები ალბათ ყველაზე ეხება ნანახი უცხოეთში მე ბევრჯერ ამერიკული ბაშკოტები მან მაქვს ნანახი ეს რაღაცა კეიჩი შეგდებული ორი მონსტრი უკრაინიდან ბიჭები პულტებით და მიდი მოვდივარ წელი სიგიში ავტო ხო? ავტო სასიამოვნოა ერთორის მოდუყვის ყველაზე და მაინტერესებს იმიტომ რომ ჩვენ ინოვაციებს ესე რომ ვთქვა მაქსიმალურ მიმესალმებით შესაძლოა ვიტყვი თქვენთვის მოკლედ ჩვენ ვართ რობოტიკის ასოციაცია 5 წელია დაახლოებით რობოტიკის სხვადასხვა მიმართულებით როგორც სასკოლო ისე სტუდენტური და 18+- აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ვაკეთებთ შეჯიბრებებს ბავშვობიდან ჩვენ ცხადად რობოტიკაში ვშენოდით ხო აი ბატონების ბრძოლა იყო არენაზე შეგდებული რობოტები რომელიც ერთმანეთს აღგურებენ და ეგ იყო რის გამოც რომ ამ სფეროში მოვხდი მე რა თქმა უნდა ამ განვითარებას დავაპირე და გასულა დაუწყე ბაზრობის ჩატარება ჩვენი ჩატარებული ღონისძიების სურათები არის ბატონო ვა როგორ არ შევხვდრი აქამდე აუცილებლად 100,000 ადამიანი იყო დამსწრე ძალიან ადამიანი იყო ეს სამჩატარდა ჩვენ საქართველოში რადიო სიტიში იყო ესეც ვაფიე 20 ისო ბატონები არის იმას სხვადასხვა შეჯიბრებები და თვითონ ბატონებს არ შეიძლება გვაქვს შემოდგომით გათვლილი ალბათ ნოემბერი ოქტომბერში ესე იგი ჩვენ უკვე ნოემბერი ოქტომბრისკენ სადღაც გაფრთხილდა გვაქვს ძალიან მაგარი ღონისძიება დავიდეთ იმიტომ რომ ბიჭები მაგარ საქმეს აკეთებენ სულ იმას ვიძახი რომ რაღაცა თუ ამერიკაში კეთდება მარკეტინგი აქვს თუ რაღაცა ინტერესი არის საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს არ გეგონოთ პატარა სივრცე რობოტები ესე იგი ჩვენთანაც შეიძლება ვფეხი აიტყო რა ხან ავტო და მისი კომპანია ამ ყველაფერს გაწევს ძალიან სასიამოვნოა ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს მაგრამ მომეწონა მაგრამ გამიხადება კიდევ უფრო დიდ წარმატებაში რო გრაფოთ მადლობა თქვენ ხა მოგიგენია შენ რო ჩვენ რამეს ვესაუბრებით როგორც იმეორებს ელემენტარულად რას იგი ჟანრი კი ბევრი ნახეთ უკვე არიან ჩინელებიც მასკი საერთოდ გაგიზდა და ჰუმანოიდზე კი არა მომსახურე პერსონალის კეთებაზე გადაერთო ანუ რობოტები რომელიც მომსახურე პერსონალი არიან ანუ სერვერები თუ დამლაგებლები თუ ეცხავს ჭურჭელს თუ რასაკეთებს მნიშვნელობა არ აქვს ანუ ძალიან მაგარი ხალხო თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მაგარი იქნება ეგ რამხელა დროს შეინახეთ და უფრო მეტ აქტივობას გააკეთო და ცხოვრება უფრო ადვილი იქნება ეს რაც ექნება რაღაც ავტომობილის ავეცილი და რა ავტომობილია solar autos კუთხეში და რაღაცა გადაფარებულზე გავს როისის ძალიან ძველ კლასიკურ სედანს და შეიძლება შეეხადო და გადაფარებულის დაანახო სანამ გადახადეს რაღაცნაირი ოთხკუთხედი ფარი ოთხკუთხედია რაღაცა ამერიკული შეიძლება იყოს გეგონება რაღაცა ეგეთ ვიზუალები ნახეთ იქნება ეს წინაშეა ერთადერთი და განმეორებული ისი უდიდებულესობა 1980 წლის კადილაკ ელდორადო. ესეც პატარა სურპრიზი და დღეს სრულიად ელექტრო კადილაკ ელდორადო ეს ამერიკელი განგსტერი რომელიც საცადაო ჩინელი წასახდა.
კარგი რაღაცაერთი ინჟინერი პროცესი საინტერესოა, მე ვისალმები ამერიკული ამერიკული. მაგრამ მოდი ნახოთ ვაფშე რა ხდება, რამე შეიცვალა, რა დატოვეს, რა გქონდეს. გამარჯობა გიორგი. სასწაულო მარტარე. ნახეთ თქვენი საინტერესო პროექტი, ერთი-ორი კითხვა მქონდა. ხედავ ის ელექტროძრავია შეგნით, გვაინტერესებს რამდენი კილოვატიანია, რამდენი ძრავია? ანუ წინაწამყვანია სავარაუდოდ. წინაწამყვანი არის, იტონება 370 კილოვატი. ეს არის 980 წლის კალიფორნია. კი ბატონო, ვიცით, რაც მაინტერესებს კიდევ აქვს თუ არა ესე რომ თქვენ მესმის რომ ფუნქციონირებს, აქვს თუ არა run and drive სიტუაცია მოძრაობა თუ შეუძლია ტესტი თუ არის აკეთებული, მაინტერესებს. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეხლა ამ ეტაპზე ტესტები არ შეგვიძლია. არა, თქვენ თქვენ გაკეთებული ესე იგი ფუნქციონირებს, მოძრაობს, დადის თავისუფლად. ძალიან საინტერესოა ერთი შეხედვით, როდესაც უყურებთ, რა მაინტერესებს. როგორ თუ შეგიძლიათ რომ რამენაირად გახსნათ, როგორ მუშაობს ამ გულისხმობ ძრავი, თვითონ ხედავთ რომ აქ არის, არა ხიდში, ესე რომ ვთქვათ. დიახ. ნახეთ დაერთებული არის. დაერთებულია პირდაპირ ხიდზე. გასაგებია. ძალიან კარგი. ეს დაახლოებით ხომ არის რამდენი ხანი დაჭერდა? დაახლოებით 3 თვე დიდი ხანია ამოშკეთ, მაგრამ ხო. შესრულებას დაჭერდა 3 თვე. მოკლედ, ეს არის 79 წლის ელდორადო, ხო? ხო, სწორად? 1980 წლის. 80? 1980 წლის ელდორადო, მეგობრებო, რომელიც სრულად ელექტრონულ მდგომარეობაშია, ელექტროფიცირებულია ეს ლაბორატორიაზე დაცვა კიდე. ძალიან მაგარია. რაღაცნაირად ინოვაცია საინტერესოა. მე პირადად ეხლა როგორც იყო ისეთი მირჩენია ეგ ჩემი გემოვნება, მაგრამ ესეთი პროექტები საინტერესოა. განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში, სადაც ხშირი არ არის მართლა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ კიდევ უფრო. როგორ რაღაცა იცი? ანუ საინტერესოა. როგორც ცხოვრობდნენ 80-იანებში, 90-იანებში განგსტერები, დაახლოებით მაგას უყურებ და მე ხო იცი ერთი განგსტერი ხოდა ელექტრო განხატარა. აუ ზაგაია. ვერასოდეს ვერ მივიღებ იმ ავტომობილს, რომელსაც, ამ კონკრეტულ მოდელს არა, ზოგადად ელდორადოს ისტორია დაუწერია და სასწაული მოდელები ყავს ვიზუალურად, ვერასოდეს ვერ მივიღებ ამ სულით, ამ მდგომარეობით ელექტროავტომობილს ვერ მივიღებ მისგან, მაგრამ კარგია, ანუ ინჟინერულად ესეთი პროექტები ჩვენ არ ვკეთდება, ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების მაგრად ეხმარება და ძალიან საინტერესოა და წარმატებები და იმედია უკეთეს პროექტებს ვანახებენ კიდევ აუცილებლად. ძალიან კარგი. ეს არის დაახლოებით სავარაუდოდ კონკურენტი ეგრეთ წოდებული Toyota Land Cruiser-ისა, Toyota Land Cruiser Plus-ი. კარგი ყავი. საკმაოდ ყავი, ნორმალური ჯდომი, ნორმალური საჭე არ მომწონს ის რომ ეგრეთ წოდებული უნდა ერთი ცალი გვაქვს და ცოტა ვიკარგები ამ ხასიათში არ მომწონს. პატარა ჰორიზონტალური ეკრანი ნორმალური პლანშეტია, გამოსახულება არ მომწონს. შეიძლება არ ჭირდა უფრო დილეი არა აქვს, მაგრამ არა დილეი, მაგრამ გამოსახულება არ ვარ ხარისხიანი. თუ არ მეშოდება, ილაკები ნორმალურია, ამერიკის ჩათვლით, სულ არ არის. ეს ეს კარგია, აი ეს კრინები აქვს მომწონს, თუმცა პლასმასიც არ არის ცუდი. გადამხდილი პლასმასი არ არის ცუდი, ორმოცალი wireless charger რომელიცაც გრილდება, მაცივარი და ტემპერატურას აქედან ვაკონტროლებთ, შეგიძლია აგებანა და ხო აქ მაცივარი გვაქვს. აქ სხვადასხვა რეჟიმები როგორც მიხდება off-road-ისთვის, როგორც სიმაღლის აწევა და წევა და მსგავსი რაღაცები, ასევე ავტომატური სერვერები, აი ხო, აი ჩასვლის ფუნქცია, ესე ხო ტორმოზი რომ არ გადაგიხდეს. ხედავ რომ 102 კილომეტრი მიწერია ბენზინის შემთხვევაში და 99 ელექტროძრავის, ალბათ 120 კილომეტრს გაიგრის მაქსიმუმ. ღილაკები აქ პლასმასია, მაგრამ არა უხეში და ცუდი. ორმაგი შუშები, მაგრამ თხელი ორმაგი შუშები, სქელის და თხელი წასწრებს და თხელი ორმაგი შუშებია. ღილაკები ნორმალურია, აქ პლასმასია, აქ წყალი კარგია, ეს პლასმასია, მაგრამ არა და აი ცოტა ყაყალებს მიხედავ, მაგრამ არც არაფერი არ მოუვა. სტიჩინგი ყველაზე მნიშვნელოვანი. პოინტი ეგეთ რაღაცებს ყველაზე მეტად რაც უჭირს. ეგ არის გადაკერვები, მაგრამ აქ ნორმალურია. სავარძელი საკმაოდ კარგია სხვათა შორის, აი სავარძელი კარგად ვცხოვრობ. აი აქ ვზივარ როგორ ვიცი, აი ძალიან მაგრად ესეც მაქვს. ძალიან დიდი არ მაინტერესებს. აი აქ ერთი ღილაკი, აი ეს ღილაკი კი პლასმასი, მაგრამ ვითომ კინა, აი თვალს მაგრა ატყუებს, ხელს თუ არ მოკიდე თვალს მაგრად ატყუებს.
ეს პლასმასია აყალია ციგი მდგომარეობა, მაგრამ აი ხარისხის თავი გვაქვს. ზოლი არის შეუცდომელი, მაგრამ ზოლში არის მოხვევაში უჭირდება. მოხვევაშიც თქოს არის რაღაც მომენტები, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ ხედავ, რომ დენაო ხევას იწყებს გადაკვეთაზე. აქ სისტორი დაცულია, ნორმალურია. ზემოთ ალკანტარა არ არის, მაგრამ აი ეს ახლა რომელიღაც მანქანაში მახდა, აღარ მახსოვს და ან ხეში იყო ეს და ეგეთი ხეში არა. ოდნავ რბილი. უკრიდან არ მომწონს, ანუ დიზაინი არაფერი განსაკუთრებული აი შეხედა. ვინც ჩვენთან ერთად ჩვეულებრივი ფარები, ერთის ლოგო ანახავს და ცოტა ლამაზია მომწონს, დამჭირდება. წინიდან რატო ვიძახი, რომ ცოტა მოპარადოი ტიპი არის, მიხვდებით 300-ის ფარებს თუ გაიხსენებთ. მოდი აქედანი 300-ის ფარებს თუ გაიხსენებთ ახალი Toyota-ების, აი LC300-ები, აი აშკარად რა. აშკარად პრადოს შეკრა უნდათ და რაღაცნაირად გამოუვიდათ ვარიაცია, რომელიც ძალიან ბევრ ამაში უკეთესი იქნება. თუ გსურთ რომ ძალიან ბევრი შვილი გყავთ, თუ ძალიან ბევრი შვილი გყავთ და გსურთ რომ ჩაყაროთ და დაიღოთ, მაგრამ არ გინდა ბენზინში ფული დახარჯო, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ბევრი შვილი გყავთ და ბევრი ხარჯი გაქვთ. შეგიძლიათ სენას ავტომობილი შევიცინოთ $22,000. არც იმას გაგისხდებათ ფულით რომ რაღაცას გადავავლით და გავახერხებთ, არც იმაზე რომ ეს მანქანა უდესღაც გასაკვირი და ან გასაკვირით რომ გააჩერებთ ხელი იყოლებთ. Кайся თავი არ მიგონა. ანუ გადავა ეს არის ელექტრო. მოხდა იმენა ჩასუთა. ელექტრომიტადება. მაგარია, რაგი. ანუ გადავა და რუსები ამასაც ვერ აგებენ. მორჭა, всё, კატ. საფროები ნახე ალბათ დაიძრება. თორქია, ნახე, 47 ეგრე კაპრინდა. ვიყიდოთ არხისთვის ესე გიტრანზლა. წაუს რაღაცები ისმახოთ ცოტა გავიხსნა. ვახში გენაცვალე. კარგად სანადიროდ წასასვლელად გემრიელად წახვალ. ეს შელის პოზი. ორაშორნა ნამოროჩენია ჩვენი ვიდეო რანგლერის დექნებად ნანახი. იქ ყავს ჩვენი მეგობრის ბაგი, რომელიც კი გაკეთებულია თანზებოდან. ორაშორნა არის. გაცოცხლდა. ეხლა თუ იქოქოს. საუბრობთ ჭირდება სხვადასხვა მოწყობილობები და საკაკო. საკაიფო, ვიცით, კარგი დამევა, საკაკო ყოველდღე. დამიჯეკვერ. გადალი. გადაღებაზე ამიცირბილი არ გიჩვენია ფეხი ძირბილს. ძალიან კაია. აი ტრეკზე უნდა ყოლდეს ესეთი ერთი ცალი რომ რაღაცების გადასაღებად რო დარგვის ხოლმე დანი ტრეკის დასაწყისი და ტრეკის ბოლომდე ან ბიჭები გიგი და თორნიკე. ამას დაждენიონ ადგილზე ხარ 2 წამში ასაღები არ გვაქვს ეზომის ვირეფუსების და ვერ დავასინო ელექტრონულ მაგარია ასწავლებს ეს რაღაცა ესე ჩვენი დღევანდელი ლოგი იმედია მოგეწონა და საინტერესო რაღაცებიც ნახეთ ვფიქრობ უფრო მეტი ავტომობილები შეიძლება რომ დაამატონ უფრო მეტად სივრცე მოიცვან დანარჩენი ესე ვთქვა დავაი მინუს და პრეტენზია მე არ გამოვაჩნია. დიდი მადლობა ყურებისთვის კიდევ ერთხელ, მადლობა გამოწერისთვის, მადლობა ლაიქებისთვის და კომენტარებისთვის. კიდევ გთხოვთ რომ ჩახვიდეთ, გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ჩვენი ვიდეოები. კარგად გრძელდებოდეთ. შეხვედრა. ცხელაჩები კარგი